გარემოს დაცვის უწყებამ გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონპროექტის პირველი საჯარო განხილვა მოაწყო. ინიციატივის მიხედვით ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ჩამონათვალი ევროდირექტივების მიხედვით ფართოვდება. კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ დოკუმენტს პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ეკატერინე მამამთავრიშვილი და სანდრო ხატიაშვილი დეტალებით. წიაღის მოპოვება იმ საქმიანობათა ჩამონათვალს შეუერთდება, რომლებზეც გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება სავალდებულოა. გეზეშეს კონტროლს დაექვემდებარება ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი პროექტებიც. ცვლილებებს გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულების დადგენას ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიც არის წიაღის მოპოვება და სხვა რესურს სარგებლობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის კომპონენტი, რომელიც სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული გეგმა და პროექტი არა მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში, არამედ ინფრასტრუქტურის, ქალაქ გეგმარების, სოფლის მეურნეობის განვითარების, რეგიონების განვითარების ამათვე მიმართულებით ყველა ესეთი დოკუმენტი დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი ჩამონათვალი ევროკავშირის დირექტივას შეესაბამება. დოკუმენტის პირველ საჯარო განხილვას ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ გარემოზე ზემოქმედების კონტროლის შესაბამისი სისტემის დანერგვას. ეს სტანდარტები მოქმედებს ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარემოს დაცვის მიმდინარე საკითხებზე საზოგადოებას დროული ინფორმაცია მიეწოდოს და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ინიციატივა სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს. ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ მოსახლეობის ჩაერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ მას არ ექნება მხოლოდ კონსულტაციის სახე, მას ექნება ჩამოყალიბდეს საჩივრების მექანიზმი და ისინი გამოხატავენ თავიანთ აზრს და მნიშვნელოვანია ეს აზრი, რადგან ის არის ის დაინტერესებული პირთა წრე, რომელსაც ყველაზე დიდი ინფორმაცია გააჩნია ადგილობრივი ტერიტორიებისა და ადგილობრივი პირობების გარემოს შესახებ. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა, ავტორი კი გარემოს დაცვის უწყებაა. სამინისტროში ამბობენ, რომ დოკუმენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება.